წინა წლების გამოცდილებით, აი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული თაობები, ასეთ რაღაცას ისახავდნენ ხოლმე ხშირად გეგმათ, რომ აი ასტმური მოვლენა ალერგიაა და მოდი დასავლეთ საქართველოსთან აღმოსავლეთში გადმოვასახლებ. ეხლა რაც მე აქტიური ექიმი ვარ, გეუბნებია რომ თითქოს ეხლა დიდი განსხვავება არ არის, მე აქ ჩამოვედი და გადმოვედი თუ ბათუმში ვარ, ფოთში ვარ თუ ზუგდიდში. და ხანდახან რასდები ხოლმე რომ მეტყვია რომ ჩვენ ფოთიდანა ვართ, თქვენ ეხლა ასტმის დიაგნოზი გითხარით, გავყიდოთ სახლი და თბილისში გადმოვიდეთ და მე გავცეცხლდები და ვეუბნები. ეხლა ფოთში არის ერთი მტერი თქვენთვის, ნესტის სოკო და ოთახის მტვერი. თბილისში არის მილიონი ჯართი მანქანა, 100,000 დაუცველი ტურიანი მშენებლობა. ამიტომ თქვენი გარემოს დამაბინძურებელი ხარისხი, რომელიც ასთმის ყველაზე უფრო ხშირი გამომწვევებელი და საშინელი, ვიდრე ის მტვერი, ვიდრე სუბტაჰაერში იქნება, ფოთში თუ ზუგდიდში თუ წალენჯიხაში.